სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა სამეგრელო ზემო სვანეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას. განიხილეს რეგიონში სადრენაჟე სისტემების არსებული მდგომარეობა და სხვა გამოწვევები. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორის განმარტებით მნიშვნელოვანია თითოეულ რეგიონში შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. შევხვდით საქართველოს მელიორაციის ახალ ხელმძღვანელობას, რომელთანაც ერთად გავიარეთ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია მელიორაციასთან, დაისახა გეგმები, რომლების შესრულების შემთხვევაში ის პრობლემები, რომლებიც არსებობს მუნიციპალიტეტების წინაშე, სრულად იქნება აღმოფხვრილი. საქართველოს მელიორაციის ახალ დირექტორთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებს შევხვდით. ადგილზე სამუშაო პროცესში გავიარეთ არსებული საჭიროებები. ჩვენს მუნიციპალიტეტებში ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამსახურის გამართულად მუშაობა. ამიტომაც კიდევ უფრო მეტი კოორდინაციით მოხდება ადგილზე არსებული საკითხების დროულად მოგვარება. განვიხილეთ გამოწვევები ამ რეგიონის, განვიხილეთ ის პრობლემები, რაც უკავშირდება მელიორაციას და განსაკუთრებით რაც უკავშირდება დრენაჟის სისტემების კარგად გამართულობას, სწორად გამართულობას და სწორად მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტების მერებისგან მივიღებთ წერილობით დასაბუთებულ პოზიციებს თუ რა სამუშაოების განხორციელება სრულთ და ამას ავსახავთ ჩვენს მომავალ გეგმებში და მომავალი წლისათვის გვექნება უკვე განახლებული სისტემები.